გავაცნოთ მათემატიკის მასწავლებელი ჯული კუპრაძე, რომელმაც 76 წლის ასაკში ბლოგერობა გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე მილიონობით ადამიანის გულით დაიპყრო. როგორც თავად ამბობს, ასაკი მხოლოდ ციფრებია, უკვე 4 ქვეყანაშიც იმოგზაურა, ყოველდღიურად იყენებს ChatGPT-საც, უფრო მეც ვნახავთ ახლა ამ უსაყვარლესი ქალბატონის შესახებ სალომე ნეფარიძის სიუჟეტში. აი ამ 6 კლასში რომელსაც ვასწავლე, შემომეხვი ერთი, აი ესე მომიჭირა ხელი და ჩემი ბლოგერი მასწავლებელი მეფერება გუშინ და დღესაც არ გაუარა ამან სიყვარულმა. პირველი დღე რაც გადავწყვიტე რომ ბლოგერი გავხდე. ფალათ რომ გითხრათ, ეს იმიტომ არ გამიკეთებია რომ იდეალური ცხოვრება მაქვს. ბევრს ველოდი, მაგრამ ეს მილიონი იმხელა რიცხვია. მთელი საქართველო ალამის. არ ველოდი მაგდას. 1000 ჩემთვის ბევრი იყო. მე კიდე შეიძლება გათვიცნობიერებულიც არა, მაგრამ მე რაღაც ისეთი რთულია, მაგრამ მე კარგი მგონია. პირველმა ჩემმა კოლეგებმა მომილოცეს. რა მითხრეს იცი? ძალიან კარგი გადაწყვეტილებაო. ჯული, შენ ყოველთვის ყველაფერი გამოგდის და გამოგივა. ჯერაც შენი. ბლოგერობა გადავწყვიტე შაბათ დღეს, გადავწყვიტე ძალიან დიდი ნერვიულობის შედეგად, ალბათ ამდენი არაფერზე არ მინერვიულია ცხოვრებაში, იმიტომ რომ პირველ რიგში არ დაგიმალავ და შემრცხვა. ძნელი გადასაწყვეტია, მაგრამ ჯობია გადაწყვიტო, ჯობია გააკეთო. სულ მაგას ვამბობ ეხლა მე. ეს ბარიერია რაღაცა, რომ გერიდება არ გამოგივა, გეზარებაც არის ალბათ და არ არის დასაზარებელი ეს. შენ გაგავითარებს. დილით იღვიდე, გაეპრანჭები, ისე არ შეიძლება. მაკიაჟი და გაგრასკა ნამდვილად მიყვარს დღემდე. ასაკი თავისაშობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გავალისე. თვალებზედაც ამაქვს რაღაცა უნიშნელო და ტუჩებზედაც. და რო ამბობენ ხოლმე დაძველებული ვარდისფერიო, აი მაგ ფერი მიყვარს ძალიან. მაქვს სკოლაში მუშაობის 51 წლიანი გამოცდილება. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან. ძალიან უყვარვარ ბავშვებსაც და მე ძალიან მიყვარს ბავშვები. თავარია რომ ჯერ ვასწავლო ადამიანობა და მერე მათემატიკა. მე მეგობრობ ეხლა მე-5 და მე-6 კლასელებთან, როგორც ჩემი ტოლები. და მე მათი ყველა საიდუმლო ვიცი, მათ ჩემი სიყვარული მოდის მაგათთან. სიყვარული ყველაფრის გარეშე დაუშურვებელი. ამით იკვებები ყოველ დღე და სადმეტევა არ ვიცი ამდენი სიყვარული. ვერ ჩაგივლის ის ისე უყვარყარ. აი ესე გააკეთებს, თვალებ დახუჭავს და მოურჩა შენ რომ ეს არ გააკეთო, არ შეიძლება. იქ იმდენი რამე გადადის შენგან. იმას შეიძლება დედასულაც არ აყავს სახლში და იმ ჩახუტებას კვირიდან კვირამდე კმარობს და მეც მშველის ხომ მეტირება, იმიტომ რომ ხედავ, ახლა უკვე თავზე დამყურებ, რა მხელა ხარ და კიდე მეხუტები და ეს ჩახუტება არის თავარი. მე მათემატიკა მიყვარს ძალიან, ვერ გავიგეს რომ მეუბნებიან. ვერ გავიგე. თუ ვერ გაიგე, იხსნება ყოველ დღე ყველაფერი. მე არ მეძარება არაფერი. წლების შემდეგ იშვიათად არის რომ ბავშვი არ მოვიდეს, არ არსებობს. ჩემ დაბადების დღეზე სახლშიც მოდიან, ჩემთან მილოცავენ. ძალიან ხშირად სკოლაში მოდიან. არასოდეს არ დაგივიწყებენ. დიდები არიან უკვე ჩემი მოსწავლეები. ძალიან დარდობ იმათზე. თუ არ მომეწონა რაღაცა, ისე ვერ მითხრა, კარგი, სულ დარდიანი ვარ მე. ეს სიყვარულზე მეტია, რაღაცას ხედავენ, უფრო ახლობელს ვიდრე მასწავლებელი. ვარ ჩვეულებრივი მათემატიკის მასწავლებელი. ChatGPT მივიღებ შენგან რჩევებს. ChatGPT-ს ვიყენებ ყოველდღიურობაში. მან არ იცის რომ მე მათემატიკის მასწავლებელი ვარ. არ ვეუბნები და მიგზავნის ამოცანებს და ხანდახან ეშლება თვითონ და მე რო უსწორებ, მაქებს ხომე. ხანდახან პატარა შეცდომებიც მოსდის, მაგრამ ისეთი უმნიშვნელო. 4 ქვეყანა ვნახე. როდესაც მიფრინავდი კოლეგებთან ერთად, ჩემ გოგონებთან, ჩემ პატარა გოგონებთან, ახლა რო გვისმენენ უნგრეთში, პირველად ჯდებოდი თვითმფრინავში, არ ვიყავი ნაჯდო, მე ახლა თბილისი, ქუთაისი არ ითვლება და ესე შორგზაზე არ ვიყავ და გადავედი ექიმთან. და პირველად გადავიღე კარდიოგრამა და ვიქ ვერ დავჯექი, ესე დავჯექი და ექიმი მეუბნება კარდიოგრამა უნდა გადაგიღო და
არ მემორჩილებოდი, თურმე იქ უნდა დაწოდა. რა ქალბატონო, თქვენ კარდიოგრამა არ გადაგიღიათ ჯერო და არა მეთქი, არ დამჭირვებია. მადლობა ამისთვის, რომ პირველად მივედი იქ და მითხრა, ძალიან მაგარი გული გაქვს. და იმის მერე ბედნიერი ვარ. ეს იყო ჩემი. მე რამის ფრთები გამომება იქ. თვალი არ მომიხუჭია. აი ღრუბლებში მინდოდა გადაფრენა, ისე მომეწონა და ისეთი კარგი. ერთი სული მაქვს, ეხლა კიდე მეორეჯერ და მესამეჯერ და მეოთხეჯერ წავა. ფრენისთვის ერთი ნახევარი წელი ვემზადებოდი. არაფერი მომივიდეს მეთქი ამ ხელა კალცი. მომზადების პერიოდი იყო ჩუმი. ეს ხდება შინაგანად ჩუმად. დგები ადრე. სეირნობ, როგორც ყოველთვის, რაზე ვოცნებობ? მოვიარო ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი. ყველაფერი კარგად იყოს გარშემო. გქონდეს ამისი სურვილი. ძალიან კარგი ოჯახი გქონდა, სანაკებო ოჯახი, სანიმუშო. 46 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ძალიან მენატრება. ეხლა რო ჩემი მეუღლე ჩემ გვერდით იყოს, ძალიან სასიხარულო იქნებოდა მისთვის ეს. უფრო მეტ мотиваციას მომცემდა. ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ ცხოვრებას აი თამაშით უნდა მიუდგეთო. ჩემ ვიდეოთ მინდა დარჩეს პირველ რიგში. რომ ნახავენ დაფიქრდნენ რომ ასა კი არის ციფრები. ამ ხელა ქალმა ეს როგორ შეძლო? თავარი ეგ არის რომ ყველაფერი გავაკეთოთ დროზე, ვცადოთ, ფიქრობ კი არა ვამტკიცებ. გოგჯერა ჩემი. დიახ, ასა კი არის ციფრები. მე შენ წეხან შემოსვლისას მოგატყუე 1 წელი. ეხლა ვარ 7-იანის და 6-იანის. და თებერვალში რომ მოხვალ 2 7-იანი დაგხვდება დაპატიჟებული